გურჯაანელი ხელოვანი, რომელიც უბრალო კენჭებს ახალ სიცოცხლეს სცემს. თემურ ბაჩუკაშვილის კოლექციაში უკვე არაერთი მოზაიკური ნამუშევარია. საქართველოს რუკა, ვაზი, საგულდაგულოდ გაკეთებული ბუხარი, ქვევრი, საყვავილეები. პროფესიით ინჟინერმა თავისი ხობით უკვე შვილიშვილების დააინტერესა და ახალ ნამუშევრებს მათი დახმარებით ქმნის. სამოზაიკე მასალას ბუნებრივ წიაღში ეძებს და ყველა ქვა თუ კენჭი დაუმუშავებელი სახით აქვს გამოყენებული. თუმცა ბაჩუკაშვილი უკვე გაიცნო ფართო საზოგადოებამ და კერძო დაკვეთებსაც იღებს. ლიანდაგებით ხშირად მოძრაობ ხოლმე ფეხიც და ნაწვიმი იყო და აი ეს თვითონ კენჭი გაშლილი რო იყო, მაგრამ მომეწონა მოზაიკა. და მე ავდექი და ვიფიქრე იქნება მეთქი მე გავაკეთო მე მოკლედ იქიდან ვაგროვებ ხოლმე კენჭს, როცა დამჭირდება რაღაც გაკეთება, მომავრეცხავ. ეს უყველა რაც გაკეთებული მაქვს, ეს უყველაფერი ხევში მოგროვილია თუ სადღაც მოგროვილია, ეს უყველა არის გარეცხილი. ბუნების ნაბოძებია ეს უყველაფერი, რა თქმა უნდა, სიმდიდრე, სასაული ქვები საუპოულობ, აი ეს არის ქვები მაქვს, კენჭები მაქვს, რომლებსაც რომ მეწოდება კედელში რო ჩავდო. ეხლა ეს ვაზის იდეა, რა თქმა უნდა, კახელები ვართ და ჩვენ ქართველები ვართ და ვაზი ბევრი რამეს ანიშნავს და დამებადა ეგეთი იდეა, რომ გამეკეთებინა. ეხლა ეს ჩემ ნაკვეთთან ვიპოვე, აი ეს ვაზი და ეს კენჭი კიდე უკვე ჩემი ის არის რა, სადაც შოულობ. სხვათა შორის კენჭი აქ ამერიკიდან ჩამოტანილებიც კი ზღვიდან ჩამოტანილები, აი ბავშვები სადღაცა რო იპოვიან და მოეწონებათ, სახში არ დაინებენ. სულ ყველა მეუბნება რომ კაი ნერვები გაქვს. ზოგი მეუბნება რომ აი მოცლილი ხარ და, მაგრამ არა მოცლილი ნამდვილად არა ვარ, ვინც მიცნობს იციან რომ ძალიან მე მოსვენება არ მაქვს, მოსვენება როგორი დასვენების ის არ მაქვს, საშუალოში ვარ. და იცით რა არის, აი სიამოვნებით ვაკეთებ რა, აი დამღლელია, საკმაოდ დამღლელია, მაგრამ სიამოვნებით ვაკეთებ. აი რაღაცა პრობლემა მქონდა, ნევროლოგთან ვიყავი და იქ ჩამოვარდა ლაპარაკი აი მძიმის საწევაზე იმაზე და ნუთხარი ეგეთ რაღაცას ვაკეთებ. რას ამობ შენაო ქვებთან შეხება რო გააქვს, ეს იცი რა მხელა ენერგეტიკას გაძლევს. მე იმ კედელზე ერთი ხე კიდე უნდა დავხატო, განსხვავებული და უნდა დავხატო აი აქეთ კედელზე შემოსასვლელ კარებთან უნდა დავხატო სპილო. სპილო უნდა დავხატო იმიტომ, რომ იქ ისეთნაირი ქვების წყობა იქნება, რომ აი ბავშვები მომეხმარებიან. ბავშვებთან ერთად უნდა გავაკეთო. აი სპილო იმიტომ მინდა რომ გავაკეთო და თანაც კარგი ყოფილა სპილო ოჯახი.